მოგესალმებით პირველ რიგში მოგილოცავთ თქვენს და ქრისტიან მოსახლეობასაც იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს მიულოცავთ თქვენი ეთერით სინდისის პატიმრებს და მოგილოცავთ აგრეთვე დედაენის დღეს ეს არის ის დღე როდესაც 48 წლის წინ პრაქტიკულად დაიწყო წინააღმდეგობა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ და ეს წინააღმდეგობა ჩემი აზრით დღევანდელ დღესაც გრძელდება ისევ რუსეთს ვებრძვით, ოღონდ სხვა ფორმით, სხვა გარემოში, ჰიბრიდულ ომში და აუცილებლად დავამარცხებთ მას ისევე როგორც დაამარცხა პეტერ მადიარმა და პირველ რიგში უნგრელმა ხალხმა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ვიქტორ ორბანი, დიახ, უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი და სამწუხაროდ ისე მოხდა რომ ევროკავშირში იყო დარჩენილი სივრცე რომ წევრი ქვეყანა ჩამოყალიბებული იყო ნამდვილ ელექტორალურ ავტოკრატიად 16 წელი როდესაც ვიქტორ ორბანმა არა მხოლოდ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება არამედ მეთოდურად ყოველწლიური ნაბიჯებით მოირგო თავის თავზე სრულად კანონმდებლობა მოირგო კონსტიტუციური ჩარჩო და მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა რომ პრაქტიკულად წელიწადში ერთხელ საშუალოდ კონსტიტუციაში მას ცვლილებები შეჰქონდა. მოირგო კანონმდებლობა, მოირგო სრულად საარჩევნო სისტემა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რაც შემდეგ ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა, ამაზეც ვისაუბრებთ. დაამყარა ქვეყანაში ტოტალური კონტროლი და სისტემური კორუფცია. მან შეძლო ის, რომ პრაქტიკულად მედიის მონოპოლიზება მოეხდინა, ძალაუფლება, ხელისუფლება იყო მხოლოდ ფორმალურად დანაწილებული და ერთ ხელში იყო რეალურად კონცენტრირებული. ეს ფუნდამენტური პრინციპები, რაც არის, ხო, ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფოსი, რაც არის ევროკავშირის, ხო, ძალაუფლების დაყოფის პრინციპი და ეგრეთ წოდებული checks and balances პრინციპი, ხო, გაწონასწორების და შეკავების პრინციპი. ეს ყველაფერი მან მოშალა, შეძლო და რაც მთავარია, მას ჰქონდა როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას ძალიან სერიოზული ბერკეტები განსხვავებით ივანიშვილის რეჟიმისგან, იმიტომ რომ მას ჰქონდა ვეტოს უფლება, ევროკავშირის კანონმდებლობაც ვერ შეიცვლებოდა ორბანის გამო, ორბანისვე ვეტოს უფლების შედეგად და ეს ყველაფერი დღეს გახდა შესაძლებელი. გახდა შესაძლებელი იმიტომ, რომ ბევრისთვის წარმოუდგენელი რამ მოხდა. ეს არის სახელმძღვანელოებში შესატანი. მაგალითი და ამაზე ისწავლიან მომავალი თაობები, მე დარწმუნებული ვარ, როგორ არის 45 წლის კაცმა ჯერ თვითონ დაიჯერა და მერე საზოგადოების დარწმუნება შეძლო იმაში, რომ ცვლილება შესაძლებელი. ხო, აქ ბევრი ფაქტორია ბუნებრივია და მათ შორის არის პერსონალური ფაქტორიც მადიარის, მაგრამ მადიარი არ იყო ესეთი დიდი ხნის მანძილზე არსებული სახალხო პოლიტიკოსი. ის იყო ტექნოკრატი, ისევ ორბანისვე პოლიტიკური წიაღიდან წამოსული კაცი, რომელმაც ბოლო 2 წელიწადში მოახერხა რომ გამხდარიყო პოლიტიკური ვარსკვლავი და რეალურად თავის მხრებზე იტვირთა ის ფუნქციაც რაც აქვს ხოლმე ლიდერს, მაგრამ ამავდროულად მან შეძლო სწორი მეთოდური მუშაობით 2 წლის მანძილზე ადამიანებთან პირდაპირი შეხვედრებით და სწორი შინაარსით, რაც მთავარია საზოგადოების დარწმუნება რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ალბათ ჩვენთვისაც, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ დემოკრატიული ოპტიმიზმი, იმიტომ რომ ვხედავთ, რომ ბევრი მიზეზის გამო საზოგადოებაში არის ფესვგამდგარი ნიჰილიზმი და არჩევნებისადმი ნიჰილიზმი, იმისადმი ნიჰილიზმი, რომ არსებობს რამდენიმე გზა ხელისუფლების ცვლილების, ხო, ერთი არის რევოლუციური გზა და რევოლუციური გზაც შეიძლება იყოს მშვიდობიანი და კონსტიტუციური, იმიტომ რომ წინააღმდეგობის უფლება ადამიანების ფუნდამენტური უფლებაა, მაგრამ რო ვერ დაინახეს ეს კონკრეტული შედეგი არჩევნების მიმართ, როგორც კონსტიტუციური ბერკეტის მიმართ ნდობა პრაქტიკულად დაიკარგა ჩვენ საზოგადოებაში და ალბათ მნიშვნელოვანი არის აი ამ ხელშესახები მაგალითით, რომ საზოგადოებამ დაიბრუნოს რწმენა პირველ რიგში საკუთარი თავის, იმიტომ რომ თავარი პოლიტიკური პროცესი, ხო, რაც მოიტანს ამ ქვეყანაში რეჟიმის ცვლილებას, რეჟიმის ცვლილება ჩვენ თვითმიზანი ხო არ არის, რეჟიმის ცვლილება იმისთვის გვინდა, რომ საქართველო შეინარჩუნოს თავისი რეალური დამოუკიდებლობა, შეინარჩუნოს რეალური სუვერენიტეტი და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი ევროპული მომავალი. აი ამ შემთხვევაში, აი ამ პოლიტიკურ პროცესში ადამიანებს თითოეულ მოქალაქეს აქვს
განუზომელი წილი და ეს გამოიხატება არჩევნებზე მისვლაში. აი ეს არის მნიშვნელოვანი. საარჩევნო სისტემას თქვენ კარგად იცნობთ, ამიტომ უნდა გითხოთ ახლა, ყველაფერი გააკეთა ორბანმა, რომ მცირედი ძალისხმევით დიდი შედეგი მიიღო არჩევნებში, ისე დაყოეს ოლქები, ისეთი საარჩევნო სისტემა ქონდა მას, რომ მაჟორიტარზე მიცემული ხმა ითარგმნებოდა პროპორციულ ნაწილში, მათ შორის უმრავლესობას ვინც მიიღებდა იმის სასარგებლოდ. საბოლოო ჯამში ამავე სისტემამ დაამარცხა ორბანი და აქ მნიშვნელოვანია ალბათ ის, რომ ასეთ პირობებში გამარჯვება მოაქვს ბევრი ამომრჩევლის მისვლას. ანუ თავიდანვე, რასაც ხაზი ესმებოდა მთელი დღის განმავლობაში არჩევნების დღეს, ეს იყო უპრეცედენტო აქტივობა. ამდენი ადამიანი უნგრეთში არჩევნებზე არასდროს მისულა. ფიქრობთ, რომ ნებისმიერ ავტორიტარულ სისტემაში საბოლოო ჯამში ცვლილების გასაღები არის აქტივობაში. ბევრი ადამიანის მიერ არჩევანის დაფიქსირებაში. არის თუ არა ეს გასაღები და ამარცხებს თუ არა ის ყველა ტიპის ავტორიტარიზმს. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსი, არამედ ამ საკითხებში მეტნაკლებად გარკვეული პირი გეტყვით, ჩემი გამოცდილები და როგორც ცესკოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ხო? ჯერ აქტივობაზე ვისაუბრეთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს ესეა. აქსიომაა შეიძლება ითქვას, რაც მეტი არის აქტივობა, მით მეტი ძალისხმევა სჭირდება რეჟიმს და ავტოკრატს იმისათვის, რომ ეს აქტივობა დაჯაბნოს, თუმცა თუ კი ეს არის მართლაც გადამწყვეტი რაოდენობა, ანუ იმდენად დიდი არის სხვაობა, რომ უკვე რაღაცა ზღვარს გადაცდება და აზრი აღარა აქვს არანაირ манипуляციას, არანაირ გაყალბებას, მაშინ მას მოუწევს ან იმ გზით სიარული, როგორი გზითაც წავიდა ორბანი და მიულოცა მადიარს, ან მოუწევს მადუროს გზით სიარული, როდესაც საერთოდ რაც მოეპრიანა ის რიცხვები დაწერა და შედეგად მიიღო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა 7 ქვეყანამ არ აღიარა ეს შედეგები და ოპოზიციის კანდიდატი აღიარა მაშინ პრეზიდენტად. ეს არის ყველა ვარიანტში ბოლო. აქტივობა 5 საათისთვის იყო იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა უნგრეთში საბოლოო აქტივობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თვითონ საარჩევნო სისტემას, მოკლედ და მარტივად რომ ავუხსნათ ჩვენს მაყურებელსაც და შედარება გავაკეთოთ ჩვენ სისტემასთან, დღევანდელი ქართული საარჩევნო სისტემა და მოდელი არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე ჰქონდა ორბანს. ასეთი მსგავსი ჰქონდა ჩვენს, ჰქონდა მაჟორიტარული და პროპორციული შერეული სისტემა. ცალკე აღებული მაჟორიტარი პრობლემას არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მარტო მაჟორიტარული სისტემაა, მაგრამ რა ქმნიდა მახინჯ მოდელს? ის, რომ პარლამენტის წევრები, ანუ ერთპალატიან პარლამენტში, სადაც ნებისმიერი, გნებავთ პარტიული სიით არჩეული, გნებავთ მაჟორიტარული არჩეული წევრი, თანაბარი უფლებების იყო, მაგრამ პროპორციული სისტემის მთავარი უპირატესობა იმაში არის, რომ ხალხის ნება რეალურად პროცენტული წილით პროპორციულად აისახება პარლამენტის თუ სხვა ნებისმიერი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობაზე. რატომ იყო ეს მახინჯი? იმიტომ რომ უფრო მეტი ჯერ ერთი იყო მაჟორიტარული წესით ასარჩევი, უფრო ნაკლები პროპორციულით, მაგრამ დაახლოებით ნახევარი, ზუსტად ისეთივე, როგორც 2024 წლამდე გქონდა საქართველოში. 150 დეპუტატი ყავს პარლამენტში და 77-ს ვირჩევდით პროპორციულად და 73-ს მაჟორიტარულად. ამას ჰქონდა ის შედეგი, რომ მაგალითად, რაც მოხდა ქართული ოცნების შემთხვევაში 2016 წელს. ქართულმა ოცნებამ მაშინ მიიღო 48%-იანი მხარდაჭერა, როგორც პარტიამ, მაგრამ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 3/4-ის უმრავლესობა. როგორ მოხდა ეს? 48% რომ ასახულიყო დაახლოებით 150-ის შემთხვევაში ეს იქნებოდა დაახლოებით 75 დეპუტატი. მაგრამ ის მხოლოდ პროპორციულიდან გამოიანგარიშებოდა, ანუ 77-ის 48%, დაახლოებით 35 დეპუტატი. მაგრამ ქართულ ოცნებას ჰყავდა 116, იმიტომ რომ მოიგო ყველა მაჟორიტარული ოლქი და დაჯამდა ეს და მთელი პარლამენტის 3/4 გამოვიდა. ანალოგიურად იყო 48%-იან პარტიას მიენიჭა 48%-იან პარტიამ შეძლო ის, რომ თავის თავზე მოიგო შემდეგ 2017 დღეს აღარ არის შერეული სისტემა. ეს აღარ არის შერეული სისტემა. იყო მაჟორიტარული უნგრეთშიც 106 მაჟორიტარული ოლქი იყო და რაც გააუქმა
ორბანმა იყო მეორე ტურების შესაძლებლობა. მეორე ტურების შესაძლებლობა გაუქმდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ უბრალოდ პირველ ადგილას გასული პირი და ეს როგორც წესი არის ხოლმე სახელმწიფო კანდიდატი, რაც არ უნდა მხარდაჭერა ჰქონოდა, პირობითად 20%-იანი მხარდაჭერის თუ ის სხვა დანარჩენ კანდიდატებზე უკეთესი იქნებოდა, ის იქნებოდა გამარჯვებული, მოიპოვებდა პარლამენტის მანდატს და მეორე ტურში, რა თქმა უნდა, ოპოზიცია კონსოლიდაციას მოახერხებდა და დაჯაბნიდა სახელმწიფო კანდიდატს, მაგრამ ამის თავისადანასარდებლად სწორედ ეს გააკეთა ორბანმა. ეს ორი მნიშვნელოვანი საკითხი. საუბრობენ იმაზე, რომ აი ევროკავშირის წევრი არის უნგრეთი და ჩვენნაირი შეზღუდვები არ აქვს ემიგრანტებთან მიმართებაში. მართალია ემიგრანტებს ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ ისინი არსებით ზეგავლენას ვერ ახდენდნენ, მაგალითად ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, სადაც ძალიან დიდი დიასპორა ჰყავს უნგრეთს, სულ 3 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ასე რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ემიგრანტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. არა, ამაზე საერთოდ არავინ საუბრობს, ეს ფუნდამენტური უფლება და ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რაც უნდა დააბრუნოს ქართულმა ოცნებამ. კიდევ რა გააკეთა ორბანმა? დაახლოებით 1 მილიონ თანამოქალაქეს, რომლებსაც არ ჰქონდათ უნგრული პასპორტები, მაგრამ ჰქონდათ ეროვნება, განსაკუთრებით სერბეთსა და რუმინეთში, პირდაპირ ყოველგვარი კრიტერიუმების და ბინადრობის ცენზის გარეშე დაურიგა უნგრული პასპორტები და ყველანაირი მონაცემებით 90% ამ ადამიანებისა იყო სწორედ ორბანის მომხრე. მაინც წააგო 150,000 ადამიანი საერთოდ ქვეყნის შიგნით რეგისტრაციის გარეშეც კი, ესე საარჩევნო ტურიზმი მოაწყო. აი ჩვენთან რო კარუსელებს აწყობდნენ, ნებისმიერ ადგილას შეეძლოთ ხმის მიცემა, ამის მიუხედავადაც წააგო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთ-ერთი, მან საარჩევნო ოლქები მოხაზა თავისი ამომრჩევლების მიხედვით, სადაც არაურბანულ ადგილებში მისი მომხრეები უფრო კონცენტრირებულნი იყვნენ, დაწია ბარიერი და იქ სადაც ოპოზიცია იყო ბუდაპეშტში და სხვა დიდ ქალაქებში, იქ შეამცირა მანდატების რაოდენობა, რათა ოპოზიციას ნაკლები შანსი ჰქონოდა პარლამენტში მოხვედრისთვის. უბრალოდ კი არ წააგო, მან წააგო საკონსტიტუციო უმრავლესობით, არაფერს აზრი აღარ ჰქონდა მისთვის, იმასაც კი აზრი არ ჰქონდა, რომ მისმა ჯიბის სასამართლომ შემდეგ მას შეეძლო გაესაჩივრებინა შედეგები და ეს კიდე მეორე მნიშვნელოვანი სიმპტომი არის მისი ავტოკრატობის, რომ მან თავისი საკონსტიტუციო რეფორმებით ისე მოარგო სიტუაცია, რომ მანამდე არსებული დამოუკიდებელი მოსამართლეები პენსიაში გაუშვა, შექმნა ადმინისტრაციული სასამართლო, რომელსაც მისი იუსტიციის მინისტრი ნიშნავდა მოსამართლეებს და მას დაუქვემდებარა საარჩევნო დავები და მე შეგახსენებთ კვირას, სანამ ჯერ კიდევ სკაფიო სურათი წარმოჩინდებოდა, მან თქვა, რომ გავასაჩივრებთო, იმიტომ რომ ოპოზიცია აყალბებსო და ზემოქმედებას ახდენსო ამომრჩევლებზეო, მან ეს კბილიც მოსინჯა იმ შემთხვევისთვის, თუ მცირე იქნებოდა განსხვავება, მაგრამ იმდენად დიდი იყო აქტივობა და იმდენად დიდი იყო მისი მარცხი, რომ მას აზრი აღარ ჰქონდა და დაეკარგა სრულად. რატომ დაეკარგა ამ ყველაფერს აზრი? აი ამ ნაწილში ოპოზიციის დასკვნები რა არის? მადიარმა შეძლო ოპოზიციის გაერთიანება და ის იყო გამოკვეთილი ლიდერი. ბევრი დავა იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა არჩევნების მოსაგებად ერთი გამოკვეთილი ლიდერი, მაგრამ უნგრეთის მაგალითი ესეთი მაგალითია, 16 წლიანი მმართველობის დამარცხება მოახერხა ამ ფორმით, ამ პოზიციით უნგრეთმა. აქ თუ არის რამე დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა და აი მადიარის შემთხვევაში ეს რომ ყოფილიყო ფრაგმენტირებული ოპოზიცია, მაგალითად 2 ან 3 ცენტრი თუნდაც, არა უფრო მეტად ფრაგმენტ, როგორ გონიათ იგივე შედეგი იქნებოდა? ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ზოგადად უნდა ითქვას, რომ დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ყველამ. გამოვიტანოთ უნდა პროდასავლურმა ეროვნულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, უნდა გამოიტანოს თითოეულმა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველმაც და გაითავისოს ძალა მისი ხმისა, მისი ფუნდამენტური საარჩევნო უფლებისა, კონსტიტუციური უფლებისა, რომელიც ამავდროულად სამოქალაქო ვალდებულებაა. და დასკვნა უნდა გამოიტანოს ავტოკრატმა ივანიშვილმაც, როგორ შეიძლება დასრულდეს მისი ძალიან მსგავსი რეჟიმი, თუ კი ის ხალხის ნების წინააღმდეგ წავა. რა გააკეთა მადიარმა? ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან შეზღუდულ მედია გარემოში და იქ პროპაგანდა იმდენ უფრო არანაკლებ კი არა, უფრო მეტად ძლიერიც იყო უნგრეთში ვიდრე საქართველოში. მე შეგახსენებთ, რომ დღეს რომ ჩვენ ვხედავთ თავისუფალ ტელევიზიაში, ხო, სადაც ოპოზიციონერ ამომრჩეველს შეუძლია სიმართლის გაგება, ეს გაცილებით უფრო შეზღუდული ჰქონდა მადიარს. რამდენიმე წლის წინ ეგრეთ წოდებული კესნა თუ ცესნა შექმნა ესეთი ფონდი ორბანმა, სადაც ერთ დღეში 400 მედია საშუალება ერთ ჰოლდინგ
ჰოლდინგში დაიქვემდებარა და დანარჩენს უბრალოდ ფინანსური წყაროები გადაუკეტა და ამის შემცვლელად მადიარმა 2 წლის განმავლობაში იარა პირდაპირ ადამიანებთან. მათ შორის იმუშავა იმ სეგმენტებზე, რომლებიც იყვნენ სწორედაც რომ ურბანის ყოფილი ამომრჩევლები. აქაც როგორ გავს ივანიშვილი ფინანსური შესაძლებლობები? აქაც გადაკეტილი აქვს კრიტიკულ მედიას დღეს და რომ არის ეთერში ეს სულაც არ არის, ვთქვათ, უკეთესი მდგომარეობის დამსახურება. არა, უბრალოდ არსებობს და ეს არის თქვენი მართლა დიდი ჟურნალისტების და მედია გუნდის დიდი დამსახურება და გმირობაც. ხელს რომ იაროს რეგიონის. არა, აბსოლუტურად გეთანხმებთ. უბრალოდ მე ვადარებ იმ ვითარებას, როდესაც ეხლა არაურბანულ ცენტრებში და სოფლებში, როდესაც დადიოდათ იქ, როგორც შეიძლება ბევრ ქართულ სოფელში მხოლოდ იმედს და პოზიტივის უყურებენ, ისე მიდიოდა ურბანის პროპაგანდა, მაგრამ თვითონ 700-ზე მეტ დასახლებაში მივიდა, უშუალოდ ესაუბრებოდა ადამიანებს, აი ეს არის ყველაზე მთავარი ღერძი. აქ ქონდა კითხვა, ის ერთი იყო, მაინც გამოკვეთილი და კონსოლიდირება მოახდინა. აი აქ მაქვს ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ფაქტობრივად თქვენი შეხედულება და აზრი, რომ ყოფილიყო რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი იგივე შედეგის მიღა. ანუ ამ გადმოვიტანთ ქართულ რეალობაში პირდაპირ, აი რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა ივანიშვილის რეჟიმის ცვლილება. შესაძლოა ეს არ არის მთლად ასე ვთქვათ საუკეთესო პარალელი ორ სხვადასხვა ქვეყანას შორის, მაგრამ ამ პარალელის გარეშე ამ მაგალითმა უნგრეთში აჩვენა, რომ ასე მოგება შესაძლებელია. ასე მოგება შესაძლებელი არის, სწორად აღნიშნეთ, რომ პირდაპირ პარალელების გადამოტანა ყოველთვის არ შეიძლება და იმის თქმაც არ შეგვიძლია ჩვენ ნამდვილად, პირობითად 2 წლის წინ რომ ყოფილიყო არჩევნები, მადიარი იმავე შედეგს დადებდა თუ არა, რაც დღეს დადო, იმიტომ რომ მანამდე ჰქონდათ უნგრეთს გამოცდილება ერთიანი ცენტრის სხვა ტიპის უფრო მეტად ოპოზიციური წიაღიდან წამოსული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის და საერთოდ ერთმანეთთან კავშირში არ მყოფი პარტიების კონსოლიდაციის შემთხვევაში, როდესაც ვერ დაიდო შედეგი, ხო? აქ საუბარი არ არის ხო, რომ მადიარს კოალიცია არ ჰქონია, მან ერთი ახალი პარტია ჩამოაყალიბა, თუმცა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მას გზა დაუთმეს და ამ ხრივ გაუადვილეს, ხო? რეჟიმის დამარცხება, იმიტომ რომ შეთანხმდნენ იმაზე, რომ ორბანი იყო დასამარცხებელი და ამ დროსა და ამ მოცემულობაში ვინაიდან ეს ყველაზე ეფექტური გზას ჩანდა, ეს გზა სწორედაც რომ გამოიყენეს. თავარი აქ ჩემი აზრით, თავარი დასკვნა რაც უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ ადამიანებს უნდა ვესაუბროთ არა მხოლოდ ერთ პრობლემაზე და ერთ საკითხზე კი არ უნდა დავიტყვანოთ, რომ ივანიშვილი რუსია, რა თქმა უნდა რუსია და ეს საზოგადოება მიცის და ის გვაცილებს ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ოღონდ ის უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც მით უმეტეს გრძელვადიანი პროცესია, ადამიანებს აქვთ თავიანთი პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ და არ შეიძლება ამ პრობლემების არათუ უგულებელყოფა, სწორედ ამაზე უნდა ვესაუბროთ. სწორედ ამაზე მოახდინა პოლიტიკური კაპიტალიზება მადიარმაც, ესაუბრებოდა სოციალურ პრობლემებზე, ეკონომიკურ პრობლემებზე, კორუფციაზე, რაც ჩვენი აზრით არის მნიშვნელოვანი ადამიანებთან. მე პირადად ხო ყოფილ ვარ 25 წლის არჩევნებზე და მანამდეც ხო თბილისშიც და თბილის გარეთ მით უმეტეს ადამიანებს პრობლემები ეწყებათ თავიანთი სახლის ზღურბლიდან, იმ ქუჩიდან, სადაც ცხოვრობენ, უბნიდან და ასე შემდეგ. შესაბამისად, თავარი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ არის ის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ბრძოლა, კონსტიტუციური ბრძოლა, მაგალითად არჩევნებში ბრძოლა, რაღაცა სხვა ბოიკოტის ნაცვლად, ქუჩაც რა თქმა უნდა კონსტიტუციურია და ისიც უნდა გაგრძელდეს, ნიჰილიზმის ნაცვლად უნდა გქონდეს ჩვენ აუცილებლად დემოკრატიული ოპტიმიზმი და ადამიანებმა უნდა დაიბრუნონ იმის რწმენა, რომ თავად არიან პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და პოლიტიკა უნდა დაუბრუნოთ ხალხს. გიორგი სიორიძე